და კვლავ არჩევნები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქვეყნის მასშტაბით ყველა უბნის შედეგები ცნობილია. მონაცემებით გიორგი მარგველაშვილს მხარს 62.11% უჭერს, დავით ბაქრაძეს 21.73%, ხოლო ნინო ბურჯანძეს 10.18%. რეიტინგის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდაჭერის თითქმით 22%-იანი მაჩვენებელი ნაწილობრივ ჟურნალისტების საქმიანობას დაუკავშირა. ქართული ოცნების ბათუმის საარჩევნო შტაბში კი მიიჩნევა, რომ წილი ბიუჯეტის გამო საარჩევნო კამპანია სათანადოდ ვერ აწარმოეს. საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული ხმების 22% ქართველი ჟურნალისტების საქმიანობის დამსახურებაა. ასე ახსნა ქვეყნის პრემიერმა კონკურენტი პოლიტიკური ძალის რეიტინგი. პრობლემა ბიძინა ივანიშვილმა მედია საშუალებების, განსაკუთრებით კი ბეჭდური მედიის არაჯანსაღ კრიტიკულ სტატიებში დაინახა, რამაც ამ მომრჩევლის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა. შედეგები რაც მივიღეთ ჩვენ და რითაც ძალიან ბევრი ჩვენია მხარდამჭერი ხმაყოფილი არაა, რომ 21%-ზე მეტი მიიღო ნაციონალური მოძრაობა. ამაში თავისუფლი მედია მითამაშა. მე ბეჭდურ მედიას აღარ დაუწყე კრიტიკა, მაგრამ ვერც ერთ გაზეთს ვერ ნახავ, მათ რიცხვში თქვენსასაც, რომ მთავრობის განსაკუთრებული კრიტიკა არ ჩანდეს. ვერც ერთ მედია საშუალებებს ვერ ნახავთ. მთავრობა უნდა კრიტიკებოდეს, მაგრამ უნდა იყოს ობიექტური კრიტიკა და არა კრიტიკა კრიტიკისათვის. შეუსრულებელი დაპირებები, კიდევ რაღაც ლოზუნგებია. სამართლიანობის აღდგენა თურმე რომ არ აღდგება და არ ხდება. ამას ეს რომ ლოზუნგებად გაიხადეთ, აი მივიღეთ ის რაც მივიღეთ. რეიტინგით მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიღწეული შედეგი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმების დამსახურებაა და იმის დადასტურება, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში უმთავრეს ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს. რაც შეეხება კოალიციის 62%-იან მაჩვენებელს, ირაკლი თავართხილაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ იგი მრავალპარტიულობის დახმარებით დააგროვა. ბოლო 9 წელს განმავლობაში ქვეყანაში გატარდა უამრავი რეფორმა. არარსებული სახელმწიფო შეიქმნა სახელმწიფოდ, ქვეყანა გახდა ღირსეული მთელს მსოფლიო ასპარეზზე, ანგარიშგასაწევი ძალა, ალბითყვი რეგიონში ლიდერი, მოხდა საკმაოდ დიდი ეკონომიკური წინსვლა, შებრძოლება უმუშევრობასთან, ეკონომიკურ ზრდასთან. და ეს ყოველივე ალბათ ხალხს აძლევს იმის სურვილს, რომ ხარი დაუჭეროს ნაციონალურ მოძრაობას. ამ ეტაპისთვის ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია მომავალი არჩევნებისთვის. რამდენად იქონია გავლენა ამ მომრჩეველზე პრემიერის მიერ დასახელებულმა ლოზუნგებმა. ქართული ოცნების აჭარის შტაბის ხელმძღვანელი ლაშა სირაბიძე აღიარებს, რომ რეგიონში წინა საარჩევნო კამპანია თითქმის არ იყო. აღნიშნავს, რომ წილი ბიუჯეტით სხვა აქტივობები შეუძლებელი იყო. ამ ეტაპისათვის მათ 21% მიიღეს ნამდვილად ბევრი მეჩვენება სამაგისოდ, მაგრამ არის გარკვეულწილად შეიძლება ჩვენში შეცდომები რაღაც ძალიან მცირე, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ვადასტურებს ჩვენი გუნდი, რომ ეს იყო საბოტაჟი, ეს იყო არასწორი მიდგომა იმ ხელისუფლების მიმართ, როდესაც ყველა ასპექტში უნდათ რომ ჩაეგდოთ და ხელისუფლების ბრალია ყოფილიყო ეს ყველაფერი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა ძველებურად ვეღარ გაგრძელდება, მით უფრო რომ ახლა მმართველ გუნდში ერთი და იგივე პოლიტიკური ძალაა. ჩვენი კოალიციის კანდიდატი გახდა პრეზიდენტი და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ კოჰაბიტაცია ვერ იქნება, თუ იქნება ისიც პარტიების დონეზე და ეს გიშფობას აარჩევნოთ და ასე შემდეგ. სხვა მმართველობით ორგანოში ნაციონალურ მოძრაობას უკვე წარმოადგენლობა აღარ ეყოლება. ქვეყნის კეთილდღეობისათვის სხვა გამოსავალი არ არის, ამიტომაც თანამშრომლობაზე მზად ვართ, აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.